მართველი პარტიის ლიდერები დღეს მედიასთან ერთი მეორის მიყოლებით ადანაშაულებენ სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციური ორგანოს საბოტაჟის მცდელობაში. სწორედ ასე შეაფასეს მათ პრეზიდენტის პოზიცია, რომ აღარ წარედგინა ორი კანდიდატი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად და ხელისუფლება ამბობს, რომ მაშინ, როდესაც ვიცე-პრეზიდენტებს უკვე გავიდოდათ უფლებამოსილების ვადა, საბჭოში რჩებოდა მხოლოდ 3 წევრი, საბჭო ვეღარ იქნებოდა ფუნქციური და შესაბამისად აუცილებელი იყო ამ კრიზისის თავიდან არიდება და სწორედ აქედან გამომდინარეობს მათი გადაწყვეტილება, რომ ორი კანდიდატი დამტკიცებულიყო ეროვნული ბანკის საბჭოში. ისინი ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილს ეს არ სურდა, რადგან მისი სურვილი ოპოზიციასთან ერთად არის ეროვნული ბანკის საბოტაჟი და შესაბამისად მას ამ გეგმის განხორციელებაში ქართულმა ოცნებამ განზრახ შეუშალა ხელი. ეს ბოლოსთვის შეებოდა საბჭოში მხოლოდ 3 წევრი, ნოემბრის ბოლოსთვის უკვე და ასე დროს, რა თქმა უნდა, ინსტიტუტი ვეღარ გააგრძელებდა ეფექტიან საქმიანობას. როდესაც ასე ღიად მიდიხარ კონსტიტუციური ორგანოს საბოტაჟზე, აქედან ჩანს რა არის მათი მიზანი. პირდაპირ ცდილობენ ყველაფერი გაიყვანონ, ყველაფერი კონსტიტუციური ჩარჩოებიდან და კიდევ ერთხელ მოხდა ამ ალიანსის ლუსტრაცია, რაც არის სალომე ზურაბიშვილსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის. დაიბარეს ჩემი ინფორმაციით ეს კანდიდატები და მათ თხოვდნენ განცხადების პრეზიდენტთან დაიბარეს, მათ თხოვდნენ განცხადების დაწერას უართან დაკავშირებით. ამაზე მეტი საბოტაჟი და ამაზე მეტი ზეწოლა რა შეიძლება იყოს. ეს არის სწორედ უღირსის აქციელი. როდესაც ქვია საქართველოს პრეზიდენტი, არ შეიძლება დახვიდე ახლა სალომეს ამადაშვილამდე. პრეზიდენტის როლი იყო თანამზრახვების როლი ფინანსური სისტემის ჩამოქცევის მცდელობაში. როდესაც ეროვნულ ბანკში გარკვეულ რაოდენობაზე ნაკლები რო დარჩეს, უფლებამოსილი აღარ არის საბჭო. წარმოიდგინეთ და ამ პირობებში თავის წარმოდგენილ კანდიდატებს რომ უკან მიწვევს და მე აღმოაჩენს რომ არ არის ასეთი შესაძლებლობა, ესეთი ნორმა, რომელიც ამას ითვალისწინებს, შემდეგ იბარებს კანდიდატს და იქ რაღაცებს ელაპარაკება, რომ მან თავად დაწეროს განცხადება, რომ არ მიიღოს ამაში მონაწილეობა. ეს უბრალოდ ყველას ვეკითხებ, ვინც ამას მოისმენს. არის თუ არა ფინანსური სისტემის ჩამონგრევის და ჩამოქცევის მცდელობა. ოპოზიციას დღეს ხელისუფლების გადაწყვეტილება არ გაკვირვებიათ, თუმცა მათ აკვირვებთ, რატომ შეარჩია ამ პოსტზე სალომე ზურაბიშვილმა ეს კანდიდატურები, რადგან ნანა ყეინიშვილი ცნობილია ხელისუფლებისადმი მიკერძოებით და გარდა ამისა, მისი ბიოგრაფიიდან და განათლებიდან გამომდინარე ოპოზიციისთვის გაუგებარია სალომე ზურაბიშვილმა მასზე რატომ გააკეთა არჩევანი, თუმცა გასაგებია, რატომ გადაწყვიტა მათი დამტკიცება ხელისუფლებამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად, რადგან მათ ოპოზიციის შეფასებით სურდათ გადაეფარათ საბჭოს წევრების პროტესტი და შესაბამისად ეს განზრახ მიმართული ქმედება იყო ოპოზიციის აზრით. დღევანდელი გადაწყვეტილებით საბოლოოდ, როგორც ჩანს, ქართულმა ოცნებამ გააფორმა ეროვნული ბანკის დამოუკიდებელი სტატუსის ასე ვთქვათ გაუქმების პროცესი. ეს ნიშნავს მათ შორის სახელმწიფოს გაუქმებას ჩვენს ქვეყანაში, მინდა რომ ცალსახად ყველას ესმოდეს და ნიშნავს იმას, რომ გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო თურნავამ, არ გაუქმდება, რაც პოტენციურად საქართველოს თვითონ მოქალაქეს აყენებს საფრთხის ქვეშ. ბატონ ხომერიგზე ვერ ვიტყვი ვერაფერს, იმიტომ რომ ყოველ შემთხვევაში პროფესიულ წრეებში მას როგორც ჩანს აქვს მეტნაკლებად, ასე ვთქვათ, პოზიტიური რეპუტაცია. რაც შეეხება ქალბატონ ყეინიშვილს, მისი ბიოგრაფია იძებნება, მისი ოჯახის ბიოგრაფია იძებნება. ჩემთვის პირდაპირ გითხრათ გაუგებარია საერთოდ როგორ შეიძლებოდა მსგავსი პიროვნების დასახელება ამ პოსტზე. ეს ქალბატონი გარდა ასე ვთქვათ ძალიან საეჭვო ფინანსური გარიგებებისა, ასევე მისი ოჯახი პირდაპირ იყო მხილებული რუსეთთან კავშირებში. ამიტომ ქართული ოცნებისთვის ეს ცხადია ლოგიკური არჩევანია. სწორი ნაბიჯია, როდესაც პრეზიდენტი აცხადებს, რომ იმ ვითარებაში, როდესაც ეროვნული ბანკი ღიად ემსახურება ერთი ადამიანის და არა ქართველი ხალხის ინტერესებს და საფრთხის ქვეშ აყენებს მთელ ქართულ საბანკო სისტემას, არ მოხდეს არსებული კანდიდატების განხილვა იმისთვის, რომ თურნავა ფარცხალაძის ფინანსური კლანის გაძლიერება არ მოხდეს ქვეყნის მთავარ ფინანსურ ინსტიტუტში. დაუყოვნებლივ უნდა გაუქმდეს ბრძანება, რომელიც
ფარცხალაძის და არა მხოლოდ ფარცხალაძის ინტერესებიდან გამომდინარე გუში მიიღო ეროვნულმა ბანკმა. ეს არის აუცილებელი. ამიტომ ორი მთავარი საკითხი, რაც ახლა გვაქვს. უნდა მოხდეს ფარცხალაძის დაკავება და უნდა მოხდეს ეროვნული ბანკის ბრძანების დაუყოვნებლივი გაუქმება. კიდევ ერთი კითხვა, რაც ამ პროცესმა გააჩინა, არის ის, თუ რამდენად სურთ თავად ქართული ოცნების მიერ დამტკიცებულ საბჭოს წევრებს ეროვნულ ბანკში ახლა მუშაობა, რადგან ისინი დღეს უნდა მოსულიყვნენ პარლამენტში საფინანსო კომიტეტის სხდომაზე, როცა მათი კანდიდატურების განხილვა იგეგმებოდა, თუმცა სხდომაზე არ გამოცხადდნენ და შემდგომ უკვე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა თქვა, რომ მნიშვნელოვანია, რომ მათ ეს პიროვნული გადაწყვეტილება მიიღეს. ეს არის თუ არა იმის მანიშნებელი, რომ არ ეთანხმებიან ნათია თურნავას ბოლო ბრძანებას ან არ სურთ ამ პროცესში მონაწილეობის მიღება ახლა. ეს არის კითხვები, რომელზეც ჯერჯერობით მათ პასუხი არ გაუციათ. ისინი არ ჩნდებიან კამერებთან და არც სატელეფონო ზარებს პასუხობენ.